უფასო ხნის ვაუჩერების მაგალითზე ეს საკითხი თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურმა სკოლამ აისეტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ფული დიდწილად უყაერათოდ დაიხარჯა. თანაც არც თუ ცოტა ფული ბოლო 3 წელიწადში 420 მილიონი ლარი. შესაძლოა ეფექტის დეფიციტი მთავრობამაც დაინახა და ამიტომ ამ პროექტის დაფინანსება ვხედავთ გრაფიკულადაც, რომ წლიდან წლამდე მცირდება და 190 მილიონიდან წელს 50 მილიონამდე ჩამოვიდა. და მაინც მნიშვნელოვანი თანხა რჩება. რატომ არ მოაქვს სუბსიდირების ზრდა, სოფლად წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა? ამას ახლა აისეტიდან სალომე გელაშვილი გვეტყვის. ანუ რა არის მიზეზი, თქვათ, ძირითადი მიგნება თქვენი, რის გამოც თქვათ, აი ამ კოლოსალურმა თანხამ ამ სფეროში ფაქტობრივად შედეგი არ მოიტანა? მოგესალმებით. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ანუ ჩვენი კვლევის თანახმად ერთ-ერთი მიზეზი არის თვითონ ბენეფიციარების მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ანუ ძირითადად მიზნობრივი ჯგუფი იყო მცირემიწიანი ფერმერები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ კომერციული პოტენციალი. და ამიტომ მათი დახმარება ესეთი გზით შეიძლება არ იყოს თანხების საუკეთესოდ განკარგვის გზა. რატომ მათ ხო მე ყველაზე მეტად ჭირდებათ ეს ხელშეწყობა? ნამდვილად ჭირდებათ ხელშეწყობა, თუმცა იყო ბევრი ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ვაუჩერების გაყიდვა მოხდა, მათი გაჩუქება, გადაცვლა და არა მიზნობრივად უნიფიცირებული მიდგომა, ანუ ყველას დაურიგეს მიუხედავად იმისა, ჭირდებოდა ან გამოიყენებდა ამას თუ არა, ხო? აი ამაზეა საუბარი. ამაზეა საუბარი და კიდევ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მიწების სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელმაც განაპირობა ის, რომ ზოგ ადამიანს, რომელსაც აქვს მიწა, მაგრამ ფორმალურად არ აქვს თავისი საკუთრების უფლება დაფიქსირებული, იმან ვერ მიიღო ვაუჩერი, ზოგმა კიდე მიიღო ისეთმა, რომელიც საერთოდ არ იყენებს ამ სასოფლო-სამეურნეო მიწას და ასე შემდეგ. კი, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც უბრალოდ ნაკვეთი აქვს, თქვათ, რეგიონში, რომელსაც არ უნახავს აი თქვათ მასზე მოუვიდა თქვათ ვაუჩერი, რომელიც არ გამოუყენებია. არ ვიცი რა უყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვათ ეს ფული შეიძლება და სხვა თქვათ მას დახმარებოდა მეტად, ვის თქვათ ამას გამოიყენებდა. დიახ, ნამდვილად იყო ესეთი შემთხვევები. მეორე ხარვეზი, რომელიც ასევე დაფიქსირდა, იყო ის, რომ არსებობს თვითონ ბენეფიციარების აზრითაც არსებობს სხვა ალტერნატივები, როგორცაც შეიძლება თქვათ გამოყენებულიყო ეს თანხა. ანუ ზოგ რეგიონში არსებობს ირიგაციის პრობლემა, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის აი ამ ხნათესვის პროცესს და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ფერმერი იყენებს ამ ვაუჩერს მიზნობრივად, მაინც ვერ იღებს ისეთ შედეგს, რომელსაც ელის თქვათ ამ ვაუჩერის გამოყენებით. ასევე იყო გასაღების ბაზრებთან დაკავშირებული პრობლემები, ანუ ბევრმა აღნიშნა ის, რომ უჭირთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა და თუ თქვათ ეს საკითხი მოგვარებული იქნება, მაშინ მათ ნაკლებად დასჭირდებათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, იმიტომ რომ თვითონ იქნებიან მეტნაკლებად დამოუკიდებლები. აი თქვენი კვლევა ხა უსამართლოდ რო არ ვიყოთ, ხას უსვამს იმას დადებით ეფექტებსაც, ეს არის ის, რომ ნუ შედეგად ეს სავარგულები მუშავებული სავარგულების მოცულობა გაიზარდა, ეს გარდაუვალი იყო. ანუ თქვენ არ ამბობთ იმას, რომ ეს პროგრამა არ უნდა იყოს. არამედ იყოს მეთოდოლოგია სხვა, ამაზეა ხო საუბარი, იმიტომ რომ აი თქვა თავრობის პასუხი როგორც ჩანს, აი ესეთი ეფექტი საკმარისად ვერ დაინახა და ეს პროგრამა ხედავთ რომ მცირდება 190 მილიონიდან 50 მილიონამდე. თქვენ ფიქრობთ რომ ეს სწორი მიდგომაა, უნდა შემცირდეს, ან საერთოდ უარი თქვას ამაზე, თქვა სუბსიდირებაზე ხნათესვის და თქვა პესტიციდების, თუ უბრალოდ მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, რომ ეფექტი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ ის, რომ ამ პროგრამას აქვს დადებითი შედეგებიც და ეს ნათლად არის ასახული ჩვენს კვლევაში. თვითონ რესპონდენტებიც, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან იმ დახმარებით, რა დახმარებაც გაუწია სახელმწიფომ, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი. იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ხორციელდება ეს პროგრამა, მის გაგრძელებას ნამდვილად ჩვენი აზრით არ ექნება არანაირი მდგრადი ეფექტი გრძელვადიან პერიოდში. ანუ უნდა შეიცვალოს მართვა მიდგომა, ან ასეთი პროგრამა არ არის საჭირო, ასეთია თქმა. და ასევე აუცილებელია რომ გაიმიჯნოს აგრარული პროექტები და სოციალური პროექტები. ანუ ჩვენ უნდა დავისახოთ კონკრეტული მიზანი და არ უნდა ხდებოდეს ერთი პროექტით ყველა ტიპის პრობლემის მოგვარება, ანუ სოციალურისაც და აგრარულისაც. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა.